მოგესალმებით. მარი როჭიკაშვილმა მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ ფასიანი მომსახურების დანერგვას და ამ გზით მოგების მიღებას. ბიზნესისა და ქონების რეგისტრაცია, პირადობის მოწმობების აღება, გაფორმების ეკონომიკური ზონის მომსახურება ეს სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მოსახლეობა სიპების საშუალებით იღებს. მოქალაქეების აზრით, მათი ფასი საკმაოდ ძვირია. ფასიანი სერვისებიდან სახელმწიფო წელიწადში 600 მილიონამდე შემოსავალს და ათობით მილიონი ლარის მოგებას იღებს. ექსპერტების აზრით, ასეთი მოგების მიღება უკანონოა. მოსახლეობის დაბეგვრის ირიბი გზა, ნახეთ სტუდია მონიტორის სიუჟეტში. ჩვენ ხსნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბურ, ყველაზე დიდ, ყველაზე ლამაზ შენობას და შენობა, რომელიც მთლიანად გათვლილია საქართველოს რიგით მოქალაქეებზე. 2012 წლის 21 სექტემბერს თბილისში იუსტიციის სახლი გაიხსნა. იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების უდიდესი ნაწილია მოქცეული. მათ შორისაა ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, პირადობის მოწმობის აღება და სხვა. სახელმწიფო სტრუქტურებმა სპეციალურად საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ანუ სიპები შექმნეს, რათა ფასიანი მომსახურება დასაშვები გამხდარიყო, რამაც მასობრივი ხასიათი 2008 წლიდან მიიღო. სიპების შექმნით მართალია ბიუჯეტიდან თანხები დაიზოგა, თუმცა მოსახლეობას მომსახურების მაღალი ფასები მძიმე ტვირთად დააწვა. საჯარო სამართლის იურიდიული პირების რიცხოვნობით ზრდა შესაბამისი დასაბუთების გარეშე სახიფათოა და ცუდია. და რატომ? რეალურად ეს არის ის სერვისი, ის მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო ან თვითმმართველობა უწევდა და პრაქტიკულად არსით დღესაც სახელმწიფო უწევს. მანამდე ამაში, როგორც წესი, მოქალაქე არ ეხდიდა, ან თუ ეხდიდა ძალიან, ასე ვთქვათ, მინიმალურ თანხას, დღეს იხდის. ყველა შემთხვევაში იხდის და არც თუ მცირე თანხას. 2009 წელს მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 148 მილიონი ლარი შეადგინა. 2010 წელს ეს თანხა 309 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2011 წელს კი 552 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს სივრცე სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ემსახურება. იუსტიციის სამინისტრომ სიპის სტატუსის სერვისების სააგენტოს, რომელსაც თავიდან სამოქალაქო რეესტრი ერქვა, 2006 წლიდან მიანიჭა. სააგენტო მომხმარებელს 20-მდე მომსახურებას თავასობს. IT ბარათები მთავრობამ 2011 წლის აგვისტოდან შემოიღო. მისი ღირებულება 20 ლარია, რომელიც 10 დღეში მზადდება. დაჩქარების შემთხვევაში ფასი 65 ლარამდე იზრდება. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ღირებულება 100 ლარია, დაჩქარებულის 205 ლარამდე იზრდება. პირადობის მოწმობის ღირებულება 30 ლარია, დაჩქარების შემთხვევაში 65 ლარი. ქორწინების რეგისტრაცია სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური 150 ლარს შეადგენს. მოსახლეობა აცხადებს, რომ მომსახურებით კმაყოფილია, თუმცა სერვისის ფასი ძვირი. ბარათები რო არის პირადობა, ეს უფრო გაძვირებულია, 30 ლარია. 30 ლარი, ახლა 5 ლარს არ მიხდით იმაზე. 30 ლარი ძალიან ძვირი გადასახდელია, პირადობას ვერ ვიღებ მე მაგალითად. მე ავიღე საბაზო ატესტატი და რა თქმა უნდა 9 კლასს დამთავრებულია შვილი და იმის ატესტატი და რა თქმა უნდა ფასები ძვირია და ჩვენ არანაირი ჯერ კი იცით როგორი უმუშევრობა და მასიური დაუსაქმებლობა არის და ამ ფასი ცხოვრების ფასებთან შედარებით ძვირია რა თქმა უნდა. პირადობაზე რაც შეეხება ახალი ბინის ჩაწერა მჭირდებოდა ეს ყველაფერი დაწყჩქარებელი გავაკეთებიე. ანუ დღეს ვერ რომ ავიღო რა და 65 ლარი გადავიხადე სალაროში. ლეხი ხალხისთვის ძვირია. პირადობა ავიღე ახალი 30 ლარი გადავიხადე 31. ძვირი არის თქვენი აზრით? ნუ ცოტა რო გაერდეს უფრო კარგია რა თქმა უნდა. ოფიციალური მონაცემებით მომსახურების ფასები სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. მაგალითად, ბიომეტრიული პასპორტის ღირებულება 100 ლარია. აქედან 29,66 ლარი შრომის ანაზღაურება, 13 ლარი დოკუმენტის თვითღირებულება, 30,51 ზედნადები ხარჯი, 11,58 ლარი მოგება და 15,25 დამატებითი ღირებულების გადასახადი. დაჩქარების შემთხვევაში ყველაზე მეტად მოგების გადასახადი იზრდება. ჩვენთან არსებობს ესეთი კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ, რომელშიც ცალსახაწერია. რისი უფლება აქვს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. და იქ წერია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არ აქვს კომერციული საქმიანობის უფლება, სახელმწიფოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოგება არ აქვს არც ერთ სახელმწიფოში. სამოქალაქო სააგენტო მომსახურებიდან შემოსავალი 2009 წელს 8.5 მილიონი ლარი მიიღო. 2010 წელს 28.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2011 წელს 39 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია საჯარო რეესტრის სააგენტო. მისი ძირითადი ფუნქცია ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციაა. ინდმეწარმედ რეგისტრაცია 20 ლარი ჯდება, დაჩქარებული ანუ იმავე დღეს რეგისტრაცია 50. ამონაწერი ბიზნესის შესახებ 15 ლარი ღირს, დაჩქარებულად 50. ინფორმაცია ბიზნესის შესახებ 10 ლარი ღირს, დაჩქარებული წესით კი 30 ლარამდე იზრდება. ინდივიდუალური მეწარმის გაუქმება 100 ლარი ღირს, დაჩქარებული წესით კი 200 ლარი. მომსახურების გაზრდილი საფასურის მიუხედავად შეიძლება მოქალაქეს პრობლემებით შეექმნას. სოფიო კუჭავამ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება გადაწყვიტა და საჯარო რეესტრში შესაბამისი დოკუმენტაციას წარადგინა. საბუთებს მეორე დღესვე მიაკითხა, თუმცა ხარვეზი იყო დადგენილი და ამონაწერი მზად არ დახვდა. მე მათგან ვითხოვდი ელემენტარულ რამეს, ინფორმირებულობას. დაჩქარებული წესით როცა მინდა რაღაც ნიშნავს, რომ მინდა დაჩქარებულად და მაგისთვის ვიხდი ფულს. ის რომ SMS-ი გამომიგზავნონ და მირეკონ და მითხრან რომ ქალბატონსოფო ვერ მზადდება დაჩქარებული წესით, მხოლოდ იმიტომ რომ დაუდგინდა ხარვეზი, მე მაშინვე გამოვცხადდებოდი მათთან, აღმოფხვიდი ამ ხარვეზს და შესაბამისად ის მომსახურება მათი მხრიდან, რომელსაც მე ისინი შემომთავაზებდნენ, ჩემთვის იქნებოდა კარგი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი მომსახურება, როგორც ემსახურებიან ადამიანებს იუსტიციის სახლში. იუსტიციის სახლში განმარტავენ, რომ სოფიო კუჭავას არ ქონდა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის გამოც ხარვეზი შეიქმნა. როდესაც მომხმარებელი იღებს სამახსოვრო ბარათს, როდესაც ის შეიტანს, ასე ვთქვათ, განაცხადს ამა თუ დოკუმენტის რეგისტრაციაზე, იქ არის მითითებული საიტი, სადაც ის უნდა შევიდეს და გადაამოწმოს სტატუსი, თუ როგორ მიმდინარეობს დოკუმენტის თუ კომპანიის რეგისტრაცია. ქალბატონ სოფიოს ქონდა ეს შესაძლებლობა, მან ვერ ნახა უბრალოდ, რა თქმა უნდა, ეს სტატუსი და ამის გამო შეიქმნა უკმაყოფილება. თუმცა ოპერატორი ყოველთვის აფრთხილებს თანამშრომელი, რომ შევძანდით საიტზე და შეამოწმეთ, როგორ მიმდინარეობს დოკუმენტის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ფუნქცია ასევე უძრავი ქონების რეგისტრაციაა. 50-დან 200 ლარამდე ღირს საკარმიდამო ნაკვეთის რეგისტრაცია, იპოთეკა, იჯარა და საკუთრების უფლებაში ცვლილების შეტანა და შეწყვეტა. ამონაწერის გაკეთება უძრავი ქონების შესახებ 15 ლარია, დაჩქარების შემთხვევაში 50 ლარი. ჩვენ მოსახლეობაში გამოკითხვა ზაფხულში ჩავატარეთ. მაშინ საჯარო რეესტრი მარჯანიშვილის ქუჩაზე იყო განთავსებული. რა თქმა უნდა, ძვირი არის. იყო 15 ლარი, ახლა ხო პირველი რეგისტრაცია 51 ლარი. სტატუსი უნდა შეუსწავლო საცხოვრებელ ბიზნესს. ხო, მაგაში მომთხოვს 50 ლარი. ძვირია იაფია, თუ აი ძვირი, კარგი რა. აი 50 ლარს რომ მოგაცნენ ჯიბიდან, ადვილია ეხა. მემკვიდრეობის გადაფორმება, ნაკვეთის გადაფორმება და ჯდება 50 ლარი, თავის საკომისე 51 ლარი. როდესაც ხელფასი და პენსია არის ძალიან დაბალი, შედარებით ძვირი არის. ასები არ შეესაბამება. დროადერ პენსიონერის არ შეესაბამება. საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვით ადრე ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საქართველოს მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის საფასური გააუქმა. რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მოსახლეობამ საკარმიდამო მიწები უფასოდ დაარეგისტრირა. მოაცხადეს, რომ ნაკვეთები უნდა დაგირეგისტრიროს და უფასოა ყველაფერი. მივიტანე პირადობა მეტი არაფერი და დამერეგისტრირეს, რაც მქონდა ნაკვეთების უყველა და ფული არაფერი არ გადაგვიხდია. ალბათ ერთი 400 ლარამდე დამიჯდებოდა სუნთრინად, რომ გადაფორმება მერე გამეკეთებია. გეტყოდნენ ეს იყო, ეს არის შენი მომიჯნავე, ეს არის შენი მომიჯნავე, ეს ისტორია თუ არა? და ეტყოდი, ხო, დაგირა არც ფული, არც კაპიკი არაფერი. მივედით საბუთები მოგცეს და წამოვიდნენ. თანხა გადაიხადა? არაფერი არა. ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფომ წინა საარჩევნოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღნიშნული საფასური გააუქმა. თუ კი ერთი და იგივე მომსახურება მანამდე ფასიანი იყო და არც თუ ისე მცირე 50 ლარი ღირდა და შემდგომ გაუქმდა, ისე რომ განმასხვავებელი არსებითად წინაპირობები აღარ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ერთი ტარიფია დაუსაბუთებელი და შესაბამისად სწორედ ეს არის იმის ყველაზე მკაფიო მაგალითი, რომ
ტარიფების სწორედ და მომსახურებების სწორედაც რომ სუბიექტურად დგინდება და სახელმწიფო სწორედ ამით იღებს ჭარბ შემოსავალს, იმ შემოსავალს, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო ამა თუ იმ მომსახურებისთვის. საჯარო რეესტრის სააგენტო მომსახურებიდან შემოსავალი 2009 წელს 22 მილიონი ლარი მიიღო, 2010 წელს 33 მილიონი, 2011 წელს კი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში კიდევ ერთი სიპი აღსრულების ეროვნული ბიუროა. ბიუროს 10-ზე მეტი ფასიანი მომსახურება აქვს. ყველაზე პოპულარული უკანონო მფლობელი და ნივთის გამოთხოვაა. აღნიშნული სერვისი უკანონო მფლობელის გამოსახლებას და უძრავი ქონების კრედიტორის სარგებლობაში გადაცემას გულისხმობს. სერვისის ღირებულება უძრავი ქონების ღირებულების 1%-ია, რომელიც არანაკლებ 100 ლარი უნდა იყოს. აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისში შედის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის მოვალისთვის ვადებში გადახდა. ამისთვის თავადმოვალე ერთიანი თანხის 7%-ს იხდის. აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოსავლებმა 2009 წელს 10 მილიონ 312,000 ლარი შეადგინა. 2011 წელს ამ თანხამ 37 მილიონს გადააჭარბა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პრობაციონერების ნაკადი არ წყდება. პირობითი მსჯავრდებულები აქ რეგისტრაციას ყოველ კვირა გადიან. ქვეყანაში დღეს 33,000-მდე პირობითი მსჯავრდებულია. სააგენტო, რომელიც სასჯელ აღსრულების სამინისტროს მიერ შექმნილი სიპია პრობაციონერებს სპეციალურ სერვისებს თავაზობს. მაგალითად 400 ლარის გადახდის შემთხვევაში პირობით მსჯავრდებულს ბიუროში მისვლის ვალდებულება კვირაში ერთის ნაცვლად თვეში ერთხელ ექნება. პირობით მსჯავრდებულებს 2010 წლიდან სპეციალური კომისიის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საზღვარგარეთ გამგზავრება შეუძლიათ, თუმცა ამისთვის თანხა უნდა გადაიხადონ. ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას 600 ლარი, 1-დან 3 თვემდე 1200 ლარი, 9-დან 12 თვემდე 3400 ლარი. რაიონიდან რაიონში პირობითი მსჯავრდებულის გადაადგილების შემთხვევაში ერთ თვეში 20 ლარია გადასახდელი, ხოლო 3 თვის ვადით 50 ლარი. პირობითი მსჯავრდებულებისთვის დაწესებულია ჯარიმებიც. ანუ თუ პრობაციონერი მისთვის დანიშნულ დროს სააგენტოში არ გამოცხადდა, 100 ლარის გადახდა მოუწევს, განმეორების შემთხვევაში 200 ლარის. ერთხელ მომივიდა ისე, რომ გადავაცილე 3 შაბათს უნდა მოსულიყავი და 4 შაბათს მოვედი. ავად ვიყავი და ექიმი ვერ გამოვიძახე. ისეთ ადგილას ცხოვრობ, რომ იქ მარტო ცხოვრობ და ვერ გამოვიძახე, მაგრამ მაინც მოვედი რა. მაინც გადავიხადე, გადამახდებინეს ის ჯარიმა. რამდენი იყო თანხა? 100, მაგრამ რო გადავაცილე, არაფრის ძებით არ შემიძლია. გადახდა და 30 ლარი გაემართა, 130 ლარი გადავიხადე. აბა ერთი თვით რო გადავიტანო 400 ლარი უნდა გადავიხადე, 400 ლარი როგორი საქმეა. 400 ლარი რა ვიზაც აქვს, ანიშა გადაიხდეს კი არა. ერთი წელიწადად გადაიხდის და თანხებთან არის დაკავშირებული გარკვეულწილად ყველაფერი რა. შეგიძლია გადაიხადო ერთი წლის თანხა და არ მოხვიდა. რამდენია მე ვერ გეტყვი ზუსტად, მაგრამ არ დავინტერესებოდი რომ მაგის საშუალებაც არ მქონდა და ამიტომ როცა არა გაქვს საშუალება არც გაინტერესებს ეს პირობა რა. ჰარჩი ფულის მარხია და იმიტომ არის რაც მეტი პრობაციონერია ყოლებოდა მაგაშალი ჩოდერა. შეიძლება ისეთ რა უაზრობებზე არის ზოგი. პირველი გაცდენაზე 100 ლარი, მეორეზე 200. მე მქონდა მაგის ბედნიერება. გამავიწდა ერთხელ და 100 ლარი გადავიხადე. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება. 2010 წელს თუ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიონი ლარი შეადგინა, 2011 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 4 მილიონს გადააჭარბა. სასჯელ აღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ სანებართო მოსაკრებელთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. არის გარკვეული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით უნდა იყოს თუ არა დაუშვათ ასეთი სახის და ამოდენობის მოსაკრებები და ასევე ჯარიმებთან მიმართებაშიც უნდა იყოს თუ არა აი ამ დოზით. თუმცა ეს არის მსჯელობის საგანი, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და შესაბამისად მალე უკვე საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი თუ როგორი იქნება მიდგომა. იუსტიციის სამინისტროს ფასიანი მომსახურება პატიმრებისთვის და მათი ოჯახებისთვისაც აქვს დაწესებული. ციხეში პაემანი, რომელიც წელიწადში მაქსიმუმ 3-ჯერ არის ნებადართული, ერთი დღეღამე 60 ლარი ჯდება. სკაიპით დალაპარაკება 15 ლარი.
თავისუფლება შესაძლებლობები და 2009 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ეკონომიკური თავისუფლების აქტი წარადგინა და განაცხადა, რომ ქვეყანაში გადასახადები აღარ გაიზრდებოდა. მათ გვწამს, რომ გადასახადის გაზრდის ან ახალის დაწესების უფლება სახელმწიფოს მიერ არ უნდა იქნეს გამოყენებული ხალხის თანხმობის გარეშე. სწორედ ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს, არის ის, რომ ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახით რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით. დაბალი და მარტივი გადასახადები ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რაც იზიდავს ქვეყანაში ინვესტიციებს, რაც აჩენს სამუშაო ადგილებს და რაც ხალხს და ბიზნესს უტოვებს უფრო მეტ ფულს. ამიტომ უფრო მეტიც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 20%-ია, 2015 წლამდე 15%-ამდე ეტაპობრივად შემცირდებოდა. მართალია ხელისუფლებამ გადასახადები ვერ შეამცირა, თუმცა ამ გადასახადების პარალელურად რამდენიმე თვეში ბიზნესისთვის ახალი ფასიანი სერვისები დანერგა. მეწარმეებს გარდა გადასახადების გადახდისა, შემოსავლების სამსახურის მომსახურებაში კიდევ დამატებითი თანხების გადახდა უწევთ. მცირე მეწარმეთა ასოციაციის დირექტორი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა ბოლო პერიოდში მომხმარებელს ბევრი სიახლე შესთავაზა და მათი უმეტესობა ფასიანია. ერთ-ერთი სერვისია კანონის განმარტება, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს. აღნიშნული სერვისის ღირებულება 5,000 ლარიდან 30,000 ლარამდე მერყეობს. მეწარმეები იხდიან გადასახადებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს კარგი ბიზნეს გარემო და კანონები იყოს დაწერილი მათთვის მარტივად გასაგებ ენაზე. ხოლო ეს სერვისი ჩვენ დამატებით გვაძლევს იმის უბრალოდ კი არ გვაძლევს, არამედ გვადებს იმ ტვირთს, რომ გადავიხადოთ კიდევ თანხები და მივიღოთ ამა თუ იმ ნორმის განმარტება, რომელშიც ჩვენ რეალურად გადასახადები გადავიხადეთ. მეწარმეები სხვადასხვა საკითხებში საგადასახადოსგან რჩევას ცხელი ხაზის საშუალებით იღებდნენ. თუმცა უკვე 1 წელია შემოსავლების სამსახურმა ცხელი ხაზი გააუქმა. სამაგიეროდ ახალი სერვისი, პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება შემოიღო და ფასიც დააწესა. მსხვილი გადამხდელი სტატუსის მქონე პირისთვის 3,000 ლარი, მილიონიდან 3 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირისთვის 2,000 ლარი, სხვა პირებისთვის კი 1,000 ლარი. კიდევ ერთი სერვისი გასულ წელს გაფორმების ეკონომიკური ზონის სახით შემოიღო. მეწარმე საქონლის იმპორტის შემთხვევაში ვალდებულია გაფორმების ეკონომიკური ზონის მომსახურებით ისარგებლოს. 3,000 ლარის ღირებულების პროდუქციის შემოტანის შემთხვევაში გეზის სერვისის საფასური 150 ლარია, ხოლო 3,000 ლარზე ზევით კი 300 ლარს შეადგენს. რაც შეეხება გეზს, რა თქმა უნდა, სერვისი არის რადიკალურად გაუმჯობესებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ფასიანი, ბევრად ჯობია იმას, რაც ჰქონდა აქამდე, თუმცა ჩვენ მივესალმებით თუ ეს გეზის სერვისებიც გახდება უფასო, იმიტომ რომ ვფიქრობთ ეს სახელმწიფოს ზოგადად ვალდებულებაა. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეზის სერვისის შემოღება მათ მძიმე ტვირთად დააწვათ. 20 ლარს ვიხდით ერთს, დეკლარირების 20 ლარს დეკლარაციის. მერე ტერმინალის მომსახურებას ვიხდით კიდევ. რომელ ტერმინალში ამბობ? რა ქვია, გეზი ხო, გეზში. და 150 ლარს კიდევ. სულ მომსახურება, რასაც ეხება მომსახურება 210 ლარს ვიხდით მომსახურებაში. და რაც გვემსახურებიან, ამისთანაც ერთი გაგვაგებინია რა. შემოსავლების სამსახური მომხმარებელს დაახლოებით 100-მდე მომსახურებას თავაზობს. ხოლო სერვისიდან გასულ წელს 97 მილიონი ლარი მიიღო. 2010 წელს კი ეს თანხა მხოლოდ 5 მილიონი იყო. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მომსახურების საფასურის გადახედვა მიმდინარეობს. ნიშანდობლივია ერთი საკითხი, როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშია ნათქვამი, სახელმწიფო მომსახურების ბაზარზე ეკონომიკური აგენტის ფუნქცია შეიძინა, რადგან სიპების ნაწილი მხოლოდ სერვისიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება და არა ბიუჯეტიდან, რაც რიგ შემთხვევებში არასამართლიანია, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. უფრო მეტიც სიპების გარკვეული ნაწილი მოგებაზე მუშაობს, ფინანსური მონაცემები მხოლოდ 2 ორგანიზაციამ მოგვაწოდა. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით 2010 წელს გაუნაწილებელი მოგება 9,500,000 ლარს შეადგენდა. 2011 წელს კი 54 მილიონს გადააჭარბა. შემოსავლების სამსახურის გაუნაწილებელი მოგება 2000 წელს 3 მილიონი ლარი იყო. 2011 წელს კი 40 მილიონს გადააჭარბა.
ეს კანონი ირღვევა, რა თქმა უნდა, ირღვევა საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ კანონი ირღვევა, იმიტომ რომ მაგალითად თუ კი რომელიმეს აქვს 54 მილიონი დეკლარირებული გაუნაწილებელი მოგება ბალანსში, ეს ნიშნავს, რომ ეს დამხმარე აღარ არის უკვე. ნიშანდობლივია კიდევ ერთი საკითხი, სად იხარჯებოდა ხალხის მომსახურებისთვის ბიუჯეტში შესული თანხები. სიპების ბიუჯეტით სამინისტროებმა თანამშრომლებისთვის ბინების მშენებლობა დაიწყეს. კორპუსები აშენდა კახეთის გზატკეცილზე. მშენებლობა მიდის აღმაშენებლის ხეივნის 110 კილომეტრზე, ახალციხეში და ანაკლიაში. ბინების მშენებლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა. 300.000 ლარამდე დახარჯა შემოსავლების სამსახურმა. რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და საერთო ჯამში ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ეს არის იმდენად ნამეტი თანხა და იმდენად მოჭარბებული ოდენობა, რომ სიპმა აღარ იცის მას რა უყოს და თავისუფლებას აძლევს კორპუსები ააშენოს და გაათამაშოს ბინები. ეს მიუთითებს ერთ მარტივ რამეზე, რომ მაშინ მომსახურების გადასახადის ოდენობა, მოსაკრებლის ოდენობა არის გაზრდილი და არანორმალურად მაღალი. იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს პროგრამა იმ თანამშრომლებისთვის განხორციელდა, რომლებსაც არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. თანამშრომლების ბინების შეღავათიანი პირობებით გადაეცათ. ეს იყო უბრალოდ სოციალური პროექტი, რაც ერთის მხრივ ძალიან ნორმალური პრაქტიკაა. ნორმალური პრაქტიკა არის, ნებისმიერ ქვეყანაში, როცა დაუშვათ გარკვეული თვალსაზრისით უწყება ხელს, ასე ვთქვათ, უწყობს თავის თანამშრომლებს შესაბამის, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ და რაღაც სოციალურ საკითხებში, მათ შორის დაუშვათ ბინების შეძენაში. იმ მომენტში, რამდენად როცა ეს პროექტები განხორციელდა, რამდენად ეს იყო პრიორიტეტული, თუ არ იყო პრიორიტეტული, ეს უკვე განჯის საკითხი არის, რომელიც ცოტა უფრო, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალურ შესწავლას საჭიროებს. ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მომსახურების საფასურის დამუშავება მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ჩვენ ვართ ახლა იმ რეჟიმში, რომ მიმდინარეობს იუსტიციის სახლის თითოეული სერვისის პროცედურის და სატარიფო პოლიტიკის გადახედვა. ჩვენ შევისწავლით, ასე ვთქვათ, ყველაფერს და დავინახავთ, თუ სად არის იმის საშუალება და სად შეიძლება რომ ტარიფი დავაკლოთ, თუ არ დავაკლოთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ყველა სერვისს და პროდუქტს აქვს თავისი თვითღირებულება. თუ სადმე ამის საშუალება იქნება, რა თქმა უნდა, თანხა ჩამოაყდება.